დღეს 26 მაისია, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. არ მოვახდენ უტრირებას თუ ვიტყვი, რომ ალბათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 26 მაისი არ ყოფილა იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად ისეთი საგასაყართან დგას დღეს საქართველო. ისეთი გადაწყვეტილებების მიღება უწევს ქართულ ხალხს, რომ ალბათ არასოდეს ისეთი საშიშროების წინაშე არ მდგარა საქართველო, როგორც 2025 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი. მივდივართ ევროპული ღირებულებებით და ევროპული ფასეულობებით დასავლეთისკენ, ვისთანაც გვაკავშირებს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიული ერთობა, თუ ხვდებით ჩვენი ჩრდილოელი მეგობრის, ჩრდილოელი მეზობლის, შეიძლება ითქვათ, რომ გუბერნია. დიახ, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ეს ის ორი უმნიშვნელოვანესი ღირებულება არის, რაზეც კიდევ ერთხელ ვამახვილებთ 26 მაისს ყურადღებას. ისიც სიმბოლური არის, რომ მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ხდება დღეს 26 მაისს საზოგადოებრივი ანსამბლეა ქუთაისის დაფუძნება, გამომდინარე იქიდან, რომ ალბათ ნაკლებად ყოლია მერაბ კოსტავას ხელა, ერისკაცი და დღეს მერაბ კოსტავა არის იუბილარი. დღეს ოფიციალურად ხდებით საზოგადოებრივი ასამბლეა ქუთაისის ორგანიზაცია. დიახ, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომლისთვისაც დასავლური ღირებულებები და ფასეულობები არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც თვლით, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელი არის ევროინტეგრაცია, წარმოუდგენელი არის ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ და გამომდინარე აქედან ყველას, ვისაც გვინდა შევიტანოთ გარკვეული ცვლილებებში ჩვენი როლი, ჩვენი წვლილი, ვისაც გვინდა, რომ გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეები ვიყოთ, შეგვიძლია გავხდეთ ასამბლეის წევრები და შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ საქართველოს მომავალში. მე მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის ქუთაისის ორგანიზაციაში გაწევრიანებული არის 140-მდე ქუთაისის ცხოვრები, ქუთაისელი მოქალაქე. თვითონ წარმომადგენლები ამ ეტაპზე ვართ 4. თქვენი მონამორჩილი ქეთი დეისაძე, ხვიჩა ვაშაყმაძე, მარიკა ვაჭარაძე. მე ხლა ვთხოვ ქეთი დეისაძეს თვითონ საზოგადოებრივი ასამბლეის მნიშვნელობაზე არსზე რამდენიმე სიტყვით გაგიკეთოთ პრეზენტაცია. მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ისაუბრა ამაზე მოკა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ასამბლეას, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს, რეგიონულ ჯგუფებს, წარმომადგენლობებს და მათ შორის დღეიდან უკვე იქნება ცალკე საზოგადოებრივი ასამბლეა ქუთაისი. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელზეც პრეზენტაციის მეორე ნაწილში უკვე დავუთმობთ ამაზე დისკუსიას და ეს არის ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისთვის საცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა, ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი. საზოგადოებრივი ასამბლეა აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ თავიანთი უნარები, შესაძლებლობები, განათლება, ცოდნა, გამოცდილება ჩადონ ქვეყნის სამსახურში, იყვნენ აქტიურები, გადაწყვიტონ ის პრობლემები, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ყოველდღიურ პროცესებში და ეს არის პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა აზრის, სოფხედველობის ადამიანებს და
ეს შექმნის პრეცედენტს, რომ როგორ შეიძლება სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანები მივიდნენ კონსენსუსამდე, თანხმობით შეთანხმდნენ საუკეთესო ვერსიაზე, რაც იქნება გადამწყვეტი ქვეყნის განვითარების პროცესებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი ქუთაისელი, რაც შეიძლება მეტი აქტიური მოქალაქე შემოგვიერთდეს, გახდეს ასამბლეის წევრი და აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის განვითარების პროცესებში. რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, მინდა დავიწყოთ დისკუსია აქტიურ თემაზე, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, საქართველოს ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქი. მე მინდა ვთქვა, რომ დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი მონაპოვარია, მაგრამ მას უნდა შენარჩუნება, გაფრთხილება და თავისუფლება არ არის ასეთი მარტივი. თავისუფლება ძალიან დინამიურია. უნდა ყოველდღიური ბრძოლა, ფიქრი, აზროვნება და მე ვისურვებდი, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს თავისუფალი და იბრძოდეს დამოუკიდებლობისათვის. მადლობა ქეთი. ის თუ როგორი არის დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება რეგიონებისადმი და კონკრეტულად ქუთაისისადმი აშკარად ჩანს იმ იავარქმნილი და მიტოვებული შენობიდან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის შენობა ერქვა და ქვია, მე ასე ვიტყოდი. მართალია, ბევრი რამ განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ გააჟღერა ხელისუფლებამ გარკვეული დანიშნულებების მიცემა პარლამენტის შენობისათვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ დღემდე უკვე ხელისუფლების ცვლილებიდან მე-12 წელს ეს შენობა არის აბსოლუტურად უფუნქციოდ. დღეს ჩვენ გავაჟღერებთ საპარლამენტო ასამბლეა ქუთაისის პირველ ოფიციალურ ინიციატივას. ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის ხელახალი აღიარების შესახებ. საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების შესახებ. ჩვენ წარვადგენთ აი ამ ინიციატივას თავად საზოგადოებრივი ასამბლეის ცენტრალურ ოფისში. ჩვენ საერთო მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, შევძლებთ, რომ მოვიპოვოთ ასამბლეის მხრიდან და ამის შემდგომ უკვე დაიწყება კანონმდებლობით განსაზღვრული გარკვეული პროცედურების, გარკვეული აქტივობების განხორციელება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ამ მთავრობის პირობებში ჩვენ შევძლებთ ამ მოთხოვნის, ესე ვთქვათ, დაკმაყოფილებას და ჩვენი ინიციატივის მიღწევას, მაგრამ ეს ინიციატივა იქნება როგორც გარკვეული განაცხადი, გარკვეული პირობა მომავალი მთავრობისათვის თუ კოალიციური ხელისუფლებისათვის, რომ მათ ცალსახად იცოდნენ ქუთაისელების პოზიცია, რომ საქართველოს პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ეს ნიშნავს რეგიონების განვითარებას, ეს ნიშნავს თბილისის მეტნაკლებად განტვირთვას, რომელსაც სამწუხაროდ ბოლო წლებიან თავკომბალას ფუნქცია აქვს მიღებული, ეს ნიშნავს ქუთაისისათვის განახლებულ ინფრასტრუქტურას, ეს ნიშნავს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს ქუთაისელებისთვის შანსს, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქში. მოგეხსენებათ, მოქალაქეთა გადინების პროცესი ძალიან აშკარა არის ბოლო წლებია და ქუთაისმა მოსახლეობის მხრივ მეორე ადგილიდან გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე. დიახ, პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისი ისევ გახდეს პერსპექტივის, განვითარების, ეკონომიკურად ძლიერი ქალაქის სახე და ჩვენ შევძლოთ ძლიერი ქალაქები და ძლიერი რეგიონები მქონდეს. მე ახლა მინდა წაგიკითხოთ ჩვენი მიმართვა, რომელიც უშუალოდ გაიგზავნება საზოგადოებრივი ასამბლეის ცენტრალურ ოფისში, ანუ ინიცირების ფორმით, რომელსაც ხელს ვაწერთ თავად ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეის წევრები. ქვეყნის სიძლიერის განსაზღვრელი ძლიერი ქალაქები და რეგიონებია.
განვითარების თანაბარი შესაძლებლობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას აძლევს დედაქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, რაც დღევანდელი რეჟიმის პირობებში შეუძლებელია. გადაწყვეტილება მომხდარი იყო თბილისის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონებში გადატანით, მიზნად ისახავდა ერთის მხრივ თავკომბალად ქცეული დედაქალაქის განტვირთვას და მეორეს მხრივ რეგიონების განტვირთვას. ქართული ოცნების მიერ ქართულ ქუთაისისათვის საპარლამენტო სტატუსის წართმევამ ქალაქში შეუქცევადი პროცესები გამოიწვია, რაც აისახა სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე, მოსახლეობის მასიურ გადინებაზე. ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეა გამოდის ქალაქისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნების ინიციატივით და იწყებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებისა და აქტივობების განხორციელებას მოქალაქეთა და ქალაქში მოქმედ სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების აქტიური ჩართულობით. პარლამენტი ქუთაისში ხელს შეუწყობს ქვეყნის დეცენტრალიზაციას, ქუთაისი ისევ გახდება მეორე მძლავრი ცენტრი საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც დასავლეთ საქართველოსთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. დიდი მადლობა. და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ღონისძიების მეორე ნაწილი მოიაზრებს დისკუსიას ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქი, გამოწვევები და შესაძლებლობები. მე მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი დისკუსიის სპიკერები. დატოვე პარლამენტი ქუთაისში საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელი ეკა ხატაძე, ჟურნალისტი, ასევე ჟურნალისტი რადიო ძველი ქალაქის გამფუძნებელი ბატონი ირაკლი მაჩიტაძე, პროფესორი ბატონი ამირან ხვადაგიანი და რიგდოგის თაობათა დიალოგის თავმჯდომარე ირაკლი თევზაძე. გთხოვთ სპიკერებს, ქალბატონო ეკა, რამდენიმე სიტყვით. თითოეულ თქვენგან აქვს დაახლოებით 2 წუთი იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები გამოვხატოთ ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობა. დამოუკიდებლობის დღეს მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობა პირველ რიგში გულისხმობს გაბედულობას და ვფიქრობ, რომ ძალიან გაბედული იყო სწორედ ის ნაბიჯი, როდესაც 2012 წელს ზუსტად ამ დღეს 26 მაისს ქუთაისში ჩატარდა ალბომი და გაიხსნა პარლამენტი და ამით ქუთაისმა მიიღო საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. ეს არ არის ის სივრცე, სადაც მართლა ესეთ სერიოზულ დისკუსიაში შეიძლება ჩავატაროთ. 2 სიტყვით გეტყვით, რატომ ქუთაისი პარლამენტში, როგორ ხედავთ ჩვენ ამას, ჩვენ გვაჩნია, რომ ქუთაისში პარლამენტი ეს პირველ რიგში არის გზავნილი ამ ხაზეთისთვის და ცხინვალის რეგიონისთვის იმის შესახებ, რომ საქართველოს არ ეშინია დეკონცენტრაციის და სახელმწიფო ინსტიტუტების გადანაწილების რეგიონებში აი ამ ცვლის. ასევე ეს არის გამართლებული სტრატეგიულად, რადგანაც 2008 წლის ომის დროს ის საფრთხე, რომელიც მაშინ დაემუქრა საქართველოს, 2 გრადობის საფრთხე არსად დასულა, რუსეთის არმია სულ რამდენიმე კილომეტრში ისევ დგას მთავარი მაგისტრალიდან და ამიტომ დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუტის ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს არსებობა ფიქრობთ სტრატეგიულად გამართლებულია და მესამე ეს არის უმოკლესი გზა ქუთაისის და საერთოდ რეგიონის განვითარების დიახ ხელოვნურად განვითარების ჩვენ მივაჩნია რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას ამ ხელისუფლების იმედი დიდი ხანია აღარ გვაქვს მოუწევს სახელმწიფო ინსტიტუტების დეკონცენტრაციის გზით სვლა იმისათვის რომ ხელოვნურად განავითაროს ქალაქები რომლებიც კვდება დღეს მხოლოდ ერთი ქალაქი ვითარდება, ბათუმიც რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მთელი სახელმწიფო ცხოვრობს თბილისში.
ორი სიტყვა მინდა თქვა იმის შესახებ, რომ რა თქმა უნდა დღეს ეს არ არის ყველაზე აქტუალური თემა საქართველოსთვის. დღეს მთავარი არის ჩვენ არ გადაუხვიოთ მთავარი ჩვენი გზიდან და ეს არის ევროპისკენ გზა. იმ შემთხვევაში თუ და მე იმედი მაქვს, რომ ნამდვილად მოხდება ახალი ხელისუფლება, მე არ ვაღიარებ მას ხელისუფლებად, მაგრამ ქართული ოცნება იძულებული გახდება დანიშნოს ახალი არჩევნები და ოპოზიცია გაერთიანდება, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ დატოვე პარლამენტის ქუთაისში წევრები მიცემთ ხმას გაერთიანებულ ოპოზიციას. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის გაერთიანება არ მოხდება, ჩვენ ხმას მიცემთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავის საქართველოს განვითარების ხედვაში პირობას ნადებს, რომ ქუთაის დაუბრუნდება საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. ეს არის სულრადეს მოდი. მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ნახაც ძალიან მნიშვნელოვან დღეს. რა შეეხება ქუთაისის როგორც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუს, მე ვისმენდი გაუნსვერეს მასადებოდა 2012-2013 წლებში, როდესაც ბევრი ჩვენთანგანი იყო ჩართული იმაში, რომ აკადემია მედიაში და ყველგან ამტკიცებდა რაღაც არგუმენტებს ამბობდა, რატომ არის საჭირო რომ შენარჩუნდეს ქუთაისი როგორც საპარლამენტო დედაქალაქი, რომ საჭიროა ქალაქისთვის, რომ საჭიროა ქვეყნისთვის, რომ საჭიროა ჩვენი მომავლისთვის და როგორც ეკავარნიშნა, ეს საჭიროა ქვეყნის რეინტეგრაციისათვის თუნდაც, იმიტომ რომ აფხაზებს აქვთ ეს განცდა, რომ ქუთაისი ქალაქიც არის და ამას განვენძულებ და კი არ დავსიმოდებ დირექტორად გამოვიყენოთ ეს ფაქტორი, რომ რაღაცნაირი შეხების წერტილ და ამ ქალაქის ირგვლივ მოხდეს გაერთიანება ჩვენი სახელმწიფოსა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ძალისხმევა, როგორც აღმოჩნდა, გუჭი იყო და ალბათ რაღაცნაირად გურუპულობს, იმიტომ რომ რაღაც პერიოდამდე მეგონა, რომ თუ სწორ არგუმენტებს ვიტყოდით, ვიღაცები მოისმენდნენ, შეისმენდნენ. ერთ წლება აჩვენა, რომ ამ ხალხზე არგუმენტები არ ჭირს. საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს შენ რას ამბობ. რა შეეხება ამ წამოწყებას დღევანდელს. უკვე იყო პრინციპში, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც იმ არჩევნებში, რომელიც აუცილებლად იქნება თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში, ქუთაისლების გულის მოგება შეეცდება, ეს გულის მოგება უნდა გადიოდეს სწორედ ამ პირობაზე. არის თუ არა მის ხედვაში დაფიქსირებული ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის სამდგრა და დამეწუნეთ მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი იცლება და პატარავდება, ის ჯერ კიდევ რჩება ძალიან დიდ საარჩევნო ოლქად და ქუთაისლების ხმას შეუძლია ბევრი პარტია ამ დამოუკოს არ ააშენოს, ისე რომ პოლიტიკურ პარტიებო გაითვალისწინეთ თქვენს ხედველში, თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებში, შესაძლოა ეს დადგება, რომ აუცილებლად ჩადოთ თქვენს პროგრამაში ქუთაისი როგორც საპარლამენტო დედაქალაქი. დიდი მადლობა. მეც ვუერთდები პრინციპში მილოცვას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მე ალბათ ყველაზე სამართლიანი იქნება, რომ თქვა, რატომ ალბათ ახალგაზრდებს უნდა უნდოდეთ პარლამენტი ქუთაისში და რატომ სურთ რეალობაში ქუთაისში სასწავლებლად ჩამოსულ და არა მხოლოდ ადგილობრივ ახალგაზრდებს პარლამენტი ქუთაისში. რამდენიმე არგუმენტის შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის განვითარების პერსპექტივის ქონა. ეს პერსპექტივა გარკვეულწილად მაინც უკავშირდება ქალაქის ფუნქციას და მაინც უკავშირდება პოლიტიკური ცენტრის ადგილობრივ დონეზე ქონას. ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, ვინც ახალგაზრდებთან მუშაობს, არაერთხელ, მათ შორის არაფორმალურად გვისაუბრია, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალაქს გააჩნდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორც არის საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და ყველა აღნიშნავს, რომ ეს გარკვეულწილად მაინც არის დაკავშირებული ამ ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების მოტივაციაზე გააგრძელონ ქალაქში ცხოვრება. ფაქტია,
ფაქტია, რომ პარლამენტის გადატანასთან ერთად ქალაქი უფრო და უფრო მეტად იცლება. ნელ-ნელა ჩვენი ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები ტოვებენ ქალაქს, აღარ გვაქვს სამწუხაროდ ისეთი მდგომარეობა, რომელიც მიმართული არის და რომელიც ინარჩუნებს სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდებს ადგილზე. აქ ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს და პარლამენტმა მაინც მოიტანა ჩვენს ქალაქში განვითარების რაღაცა გარკვეული ხაზი და ის რომ დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს და ის რომ ზოგადად ეს ერთგვარი განაცხადია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამას თავი რო დავანებოთ, ახალგაზრდებისთვის ეს არის დამატებითი мотивация ამ ქალაქში იცხოვრონ, ამ ქალაქში დარჩნენ და არ იფიქრონ იმაზე, რომ რაღაცა სხვა ქალაქში, სხვა ლოკაციაზე მოიძებნება უკეთესი გარემოება მათი პიროვნული ან კარიერული ზრდისთვის. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ახალგაზრდები აი ამ პრაგმატულ მიზეზსაც ხედავენ. გარდა იმისა, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს აწუხებთ, რომ ქალაქს არ აქვს ფუნქცია და ქალაქი ფაქტობრივად დარჩენილი არის თვითგადარჩენის რეჟიმზე და ცხოვრობს აი ამ თვითგადარჩენის რეჟიმით. მადლობა ძალიან დიდი. მოგესალმებით მეგობრებო, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს მერაბის დღეც არის. გულახდილად მინდა გითხრათ, რასაც ვფიქრობ, მერაბის და ზვიადის სისხლის ბობოქრებას ვხედავ მე დღეს ჩვენს ახალგაზრდობაში, ჩვენს მომავალ თაობაში. არ არსებობს ძალა, რომელიც დღეს რომ რუსთაველზე ჩვენი ახალგაზრდობა არის, მას დაამარცხებს. ჩვენი სინდისის პატიმრების ბრძოლას დაამარცხებს და რუსულ ჭაობში დააბრუნებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს. რაც შეეხება ქუთაისს, მოკლედ ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ქუთაისის ისტორიაში მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა სატახტო ქალაქი გადაიტანა თბილისში, ქუთაისის ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი პერსპექტივა ქალაქის განვითარების. არა მე მარტო ქუთაისი არ მაქვს მხედველობა გამახვილებული. ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის გადმოტანა ეს იყო მნიშვნელოვანი მთელი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთისათვის, საქართველოს მთლიანობისათვის, თბილისისთვის იყო მნიშვნელოვანი. ყველაზე ბედნიერი კაცი მაშინ ვიყავი, როცა პირველად მე გავიგე ქუთაისში ამ გადაწყვეტილების შესახებ და ჩემ კოლეგებსთან, გუბერნატორთან, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად დავდიოდი საზოგადოებაში. ძალიან ცუდია, წყის ძალიან, რომ ქალაქი შეეგუა ამას. პერსპექტივის დაკარგვას შეეგუა ქუთაისი, მაგრამ არა უშავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახალგაზრდობას ვერავინ ვერ გააჩერებს და ქუთაისს დაუბრუნდება პარლამენტი, ქვეყანას დაუბრუნდება მომავლის იმედი. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება. ბატონებო, მინდა ერთ რამეზე დაფიქრდეთ ქუთაისში, ქუთაისის მაცხოვრებლები. ვინც ოდნა მაინც ვიცით ისტორია, მსგავსი უპერსპექტივო ქალაქი, აი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც კი ყოფილა. აი ქუჩაში რომ მივდივარ, მე ხშირად ვაცვალიერებ. იყიდება სახლი, იყიდება ფართი, იცლება ქალაქი. ქუთაისი ჩვენი გადასარჩენია, ჩვენი ქვეყანა ჩვენი გადასარჩენია, გადარჩება ჩვენი ქვეყანა, გადარჩება ქუთაისი და ქუთაისი ექნება დიდი პერსპექტივა. მე დაგელოცოთ, მესი მადლობა მოსვლისთვის. მადლობა. თუ ვინმეს გვაქვს სურვილი, გარკვეული პოზიცია დავაფიქსიროთ, სიამოვნებით გიწევთ. კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ქართულმა ოცნებმა მოტყუებით წაიღო პარლამენტი აქედან. ჯერ 2017 წელს გითხრა, რომ მხოლოდ კონსტიტუციიდან ამოიღებდა. გახსოვთ ალბათ, რომ ჩანაწერი იყო კონსტიტუციაში და ვერსად მიიღებდნენ ომიანობის გარდა სხვა დროს კანონებს თუ არა ქუთაისში და მაშინ, როდესაც ოცნებას კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდა, ამისთვის გამოიყენა და გვეუბნებოდა, რომ არ გადაიტანდა, უბრალოდ ამოიღებდა ამ ჩანაწერს.
ზუსტად იგივე იქნება თუ ღმერთმა უკნას მათ კიდევ მიიღეს კონსტიტუციური უმრავლესობა, ისინი უკვე ამოიღებენ ჩანაწერს იმის შესახებ, რომ საქართველოს არჩევანი ევროკავშირია. ასე რომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქუთაისელები არა, საერთოდ საქართველოს მოსახლეობა ფხიზლად უნდა იყოს. დიდი მადლობა და მე ვამაყობ ეკა, რომ დაარსების დღიდან 2018 წელს დავაარსე ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობა დატოვე პარლამენტი ქუთაისში, ვარ ამ მოძრაობის წევრი და ჩვენ არ მყარდავთ იმედს, რომ ქუთაისი აუცილებლად გახდება საპარლამენტო დედაქალაქი და შესაბამისად გარკვეულ აქტივობებს ვახორციელებთ კიდეც. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ისტორიკოსები ალბათ ამეთანხმებიან, რომ ის რომ 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე, ამაში ევროპელების წვლილი ძალიან დიდი არის. კერძოდ გერმანელების წვლილი და გერმანელების სახით ევროპელების წვლილი პირველი სამამულო ომის დასრულების შემდგომ მათი დახმარებით შეძლო საქართველომ ნანატრი თავისუფლება და ნანატრი დამოუკიდებლობა მიეღო და ყოფილიყო გამოცხადებულიყო საქართველოს რესპუბლიკად. და მე მინდა დღევანდელი ღონისძიება დავასრულო საქართველოს და ევროკავშირის სიმნებით. დიდი მადლობა. Thank you.